მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედება. შევიკრიბებით ეხლა და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის განსაზღვრებს. მშვიდობიანი დამხობის სახელით შეფუთული შეკრების ძალადობრივი ხასიათი მურთა ზოდელავამ მალევე გათქვა. აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პაატა ბურჭულაძის მიერ წაკითხულ დეკლარაციას ზოდელავას მოწოდება და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მოჰყვა. თავისუფლების მოედნიდან ორბელიანის მოედანზე ჩასულმა პროტესტანტებმა ჯერ პრეზიდენტის სასახლის ღობე მოანგრიეს და ეზოში შეჭრა სცადეს. შემდეგ კი მიმდებარე ტერიტორიაზე ბარიკადები აღმართეს და სხვადასხვა საგნებს ცეცხლი წაუკიდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ და დაშლისკენ არაერთხელ მოუწოდა, თუმცა უშედეგოდ. სამართალდამცველებს სპეციალური საშუალებების გამოყენება მაინც მოუწიათ. ძალადობრივი აქცია დაშალეს. დაანონსებული რევოლუცია არ შედგა. ნებისმიერ კანონდარღვევაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შეგიძლია გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა. მას შემდეგ, რაც ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებმა ვერც ხელისუფლების დამხობა და ვერც ძალაუფლების გადაბარება შეძლეს, პროცესებს და ერთმანეთისვე მიყოლებით გაემიჯნენ. ერთი ნაწილი წარუმატებლობას ხალხის არასაკმარის რაოდენობას აბრალებს, მეორე ნაწილი ღალატზე საუბრობს. მესამე ნაწილი კი ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან პროტესტში პროვოკაციის მომწყობებს საკუთარ რიგებში ვეეძებს. მურთაზის სიტყვებმა დაადასტურა ეს, რომ შიგნით იყო დიდი ღალატი. ათონელზე რაც მოხდა, ეს დარწმუნებული ვარ, ვინც იქ ვიყავით, ვერავინ ვერ ჩავთვლით, რომ ეს იყო გეგმის ნაწილი, ან გეგმა ბიარ იყო, ან რაღაც განვითარება არ უნდა ქონოდა ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვიყავი, რომ ბევრი ხალხი იქნებოდა. თუმცა ალბათ არასაკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლებას ეს მიეღო იმად, რომ უკან დაეხია. რატომ ვერ შედგა რევოლუცია, სანამ ძალადობის ორგანიზატორები სუსტ რგოლს საკუთარ რიგებში ეძებენ, ოპოზიციის მეორე ნაწილი მათ პასუხისმგებლობაზე და ზოგადად პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს. ეს უბრალოდ უპასუხისმგებლობა იყო, ჩემი უბრალოდ ამორალურიც იყო და როგორც მინიმუმ უნდა მოინანიონ საჯაროდ და აგონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს ეხება არა მარტო პაატა ბურჭულაძეს, ეს ეხება მათ შორის იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც პირდაპირ თვირებად უჭერდნენ ამ ყველაფერს ხარს. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების რადიკალურმა და არასერიოზულმა მოწოდებებმა ძალადობის მორიგი კერა შექმნა და არალეგიტიმურ ხელისუფლებას ძალის გამოყენების საბაბი მისცა. რევოლუციის მეხუთე მცდელობა აღკვეთილია, რისთვისაც სამართალდამცველებმა მადლობა დღეს პირადად პრეზიდენტისგან მიიღეს. მიხეილ ყაბელაშვილის შესაბამის უწყებებს მოუწოდებს დამხობისა და ძალადობის მომწოდებელ ყველა ადამიანს კანონიერი და მკაცრი პასუხი გასცენ. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ეს ძალები უშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ და ეს არავის არ შერჩება და იქნება მკაცრი პასუხი ამასთან დაკავშირებით. სახელმწიფო იმოქმედებს და თხოვნე ყველა ასე თქვა სახელმწიფო ინსტიტუცია იყვნენ მკაცრები ესეთი გამოვლინებების დროს. პაატა ბურჭულაძის დაპირებულ სიურპრიზს სახელმწიფომაც სიურპრიზი დაახვედრა. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ კონსტიტუციური წყობილების დამხობის ყველა მცდელობას სახელმწიფო ყოველთვის შესაბამის პასუხს გასცემს. მთავრობის მეთაურის ყურადღების მიღმა არც ერთმანეთს გამიჯნული ოპოზიცია დარჩენია. როგორც კი ნახეს, რომ ეს დამხობა ჩავარდა, მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნენ ბურჭულაძეს, ოდელავას და სხვებს. რა თქმა უნდა, მათი საქციელი სამარცხვინოა ხო ბურჭულაძის და ორგანიზატორების, მაგრამ მათზე ბევრად უფრო სამარცხვინო არის იმ ადამიანების საქციელი, რომლებიც ჩავარდნილი დამხობის შემდეგ გაემიჯნენ ბურჭულაძეს. მართველი გუნდის ლიდერები ახლა იმ ძალისხმევაზე საუბრობენ, რომელიც სამართალდამცველებმა არეულობის თავიდან ასაცილებლად გასწიეს და ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნეს. ძალადობის ორგანიზატორებს კი გეგმები ჩაუშალეს. გუშინდელი შეკრების თითოეულმა მონაწილემ კარგად იცოდა, რომ 4 საათზე ხელისუფლების დასამხობად მიდიოდა. ეს ის სხვისი დროშის მოფრიალე რამდენიმე ათასი ადამიანია, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას სხვის მორჩილებაზე ცვლის. სიმბოლურია, რომ გუშინ სხვისი დროშის მოფრიალე ეს რამდენიმე ათასი ამრევი სწორედ თავისუფლების მოედანზე დამარცხდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ იმუწყებას და განსაკუთრებით გამოყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ბატონ გეკა გელაძის მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, ბატონ მამუკა დინარაძის. იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ გუშინ აი ამ უსამშობლოთა ბოლო ბოდისუფლების საზოგადოებას ბოლო გაფართხალება.
4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმისას აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი დაშავდა. სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდებისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით კი გეკა გელაზის უწყებამ ვერ შემდგარი რევოლუციის 5 ორგანიზატორი დააკავა.